ეს ყველაფერი ჩემი წამება, ცემა როგორი ვიყავ, ეს ყველაფერი გადაღებულია, ამის ვიდეო კადრები არსებობს, ნებისმიერ შეუძლია Google-ში იძებნება თავისთავად ნახონ თუ როგორ მდგომარეობაში ვარ. მარტო თავზე 2 ოპერაციის გაკეთება დავჭირდა. ეს ყველაფერი კამე თვითონ ტელევიზიამ გადაიღო. თქვენ გახსოვთ, ჩემთან იყავით ჩამობრძანებული მაშინ სახში ჩემსანახავად თქვენ და ბატონი სოზარი ცხონებული და იქ იყვნენ ჟურნალისტები და თქვენი სიტყვები მახსოვს რაო, რაზე გამოგაგზავნა შინაგან საქმეთა მინისტრმა გაინტერესებს სიმართლე არის თუ არა და ნახე როგორ მდგომარეობაში არისო აკოიშვილიო და არც ერთმა ტელევიზიამ ქარბატონია ეს არ გააშუქა. მხოლოდ და მხოლოდ მარტო მაესტრომ გააშუქა, მეტმა არავინ. იმიტომ რომ იცოდნენ რომ რა მდგომარეობაშიც ვიყავი. ბატონი სოზარისა და ჩემი მეგობრების ტერაშვილი და ბევრი სხვების დამსახურებაა რომ ჩემი შვილები ჩემ საფლავზე არ გაიზარდნენ. და დღეს კიდევ როგორ ახლა ემოციაში შეიძლება გადავიდე და ცოტა რთულია ჩემთვის ამის ყველაფრის თქმა და გახსენება, ამიტომ ცოტა თავ შევიკავებ რომ ემოციაში არ გადავიდე და ცუდი არაფერი წამომწდეს, ამიტომ მადლობა ყველა იმას. მე ამ დღეს ველოდებოდი, ხაბატონია მართალია დიდი დრო გავიდა. მე ველოდებოდი ამ დროს რომ მე ეს დღე დადგებოდა რომ მე წავდგებოდი საქართველოს მოსახლეობის წინაშე და ამ ჩემ გულის ტკივილს ვიტყოდი და დავასახელებდი იმ ხალხს, ვინაც ჩვენი ოჯახის, ჩვენაირი ხალხის წამებაში სიცხში ხელი გაღვლი და დღეს ზოგიერთი კიდე თავს იმაღლებს, ენას იმაღლებს და იძახის რომ მე ხელისუფლებაში მოვიდეო და დღესდღეობით ის შემომქმედი ის შენგელია რომელიც ჩემი ოჯახის გაუბედურებაში ხელი ურევია ვიღაცის დახმარებით და მეშვეობით და შეცდომაში შეყვანით რაჭა-ლეჩხუმის გარემოს დაცვის უფროსად არის დანიშნული და იქ მუშაობდა. ესენი არ უნდა მუშაობდნენ, ამათმა უნდა ნახონ ის სიმწარე, ის ტკივილი, სააკაშვილს რა უნდა საავადმყოფოში. საავადმყოფოში უნდა იყოს, საავადმყოფოში არა, ის უნდა იყოს იმ ციხეში, რომელიც ეხლა არსებობს, მართალია ისეთი არ იქნება როგორც მაშინ იყო, მაგრამ მან უნდა იგრძნოს როგორია ციხეში ყოფნა და როგორია კამწარებული ოჯახები, აწილკებულები. დღემდე ჩემი შვილები ემოციებიდან კიდევ ვერ გამოსულან, ისეთი მდგომარეობა და ემოცია დამართეს ჩემ ოჯახს